საშვილოსნოს პოლიპი არის უცხო სხეული, ერთგვარი კეთილთვისებიანი წარმონაქმნი, რომელიც ენდომეტრიუმისგან წარმოიქმნება. საშვილოსნოს პოლიპი შესაძლებელი არის გაჩნდეს საშვილოსნოს ღრუში, ცერვიკალურ არხში ან საშვილოსნოს ყელზე. შესაძლებელი არის იყოს ერთეული ან მრავლობითი და ის ჩნდება როგორც რეპროდუქციულ ასაკში, ასევე მენოპაუზაში. საშვილოსნოს პოლიპების წარმოქმნას ძირითადად ჰორმონალური დისბალანსი იწვევს, ხოლო რისკ ჯგუფს მიაკუთვნებენ პაციენტებს, რომელსაც საკვერცხების პოლიცისტური საკვერცხების სინდრომი ან ჭარბი ზონა აქვს, რომელიც ყოველთვის ასოცირდება ჰორმონალურ დისბალანსთან. ეხლა მოდით სიმპტომებზე ვისაუბროთ. პირველი სიმპტომია სიზღლდენა, რომელიც სასქესო ორგანოებიდან ვითარდება. პოლიპის არსებობა სავარაუდოა, თუ რეპროდუქციული ასაკის ქალს აქვს ჭარბი მენსტრუაცია მეორე მესამე დღეს, ზოგჯერ კოლტების სახით, ხოლო თვითონ მენსტრუაცია 8-10 დღემდე გრძელდება. მეორე საყურადღებო ნიშანი არის, თუ სისხლიანი გამონადენი აღინიშნება მენსტრუალურ ციკლებს შორის. რაც შეეხება მენოპაუზაში მყოფი ქალებისათვის, ნებისმიერი სისხლიანი გამონადენი პოლიპის არსებობაზე ბადებს ეჭვს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პოლიპი ზოგჯერ უშვილობის მიზეზით ხდება. პოლიპების აღმოჩენა შესაძლებელი არის როგორც ტრანსვაგინალური, ასევე ტრანსაბდომინალური ეხოსკოპიის საშუალებით და საყურადღებო ეხოსკოპია უნდა იყოს ჩატარებული მენსტრუალური ციკლის დამთავრებისთანავე. რაც შეეხება მკურნალობას, მკურნალობა მოიცავს როგორც ჰორმონალურ, ასევე ქირურგიულ მიდგომას. ქირურგიული მიდგომის დროს აუცილებლად განიხილეთ ჰისტეროსკოპიული გზით პოლიპის ამოკვეთა.